Დიდთაულობის გამო საქართველოს მასშტაბით 800-მდე სკოლაშია შეჩერებული სასწავლო პროცესი. აჭარაში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში სრულად შეჩერდა სწავლის პროცესი, სამეგრელოს, სვანეთის და იმერეთის რეგიონებში კი მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიებზე. განათლების მინისტრის განცხადებით უწყება მონაწილეობს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო შტაბის მუშაობაში და სრულად არის ინფორმირებული. მინისტრის განცხადებით სკოლის შენობები თავდაცვის უწყების ძალებს დაუთმეს, რომლებიც სტიქის სალიკვიდაციო სამუშაოებში არიან ჩართულები. ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესის აღდგენამდე სრულად შეისწავლიან დიდთაულობის დაზიანებული სკოლების შენობების უსაფრთხოებას და მხოლოდ ამის შემდეგ განახლდება სასწავლო პროცესი. ასევე მოგვიანებით გადაწყდება თუ რა ფორმით აღდგება გაცდენილი საათები. ჩვენი სამინისტროს ინიციატივით დიდთაულობის მიერ გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავების მიზნით ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ზოგადად ამ პრობლემასთან გამკლავების პროცესში, თანამშრომლობთ ადგილობრივ რესურს ცენტრებთან და მთელ სასკოლო საზოგადოებასთან. მას შემდეგ, რაც გაიხსნება გზები და შესაძლებელი იქნება თითოეულ სკოლასთან მისვლა, ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ყველა შეჩერებული სკოლას მონიტორინგს და მხოლოდ ამის შემდეგ დავრთავთ ნებას იქ სასწავლო პროცესის გაგრძელების თაობაზე.